როგორ შევქმენი კვების კონსულტანტი ChatGPT-ის გამოყენებით, რომელიც წონის კლებაში და ძილის გაუმჯობესებაში მეხმარება. ამისათვის პირველ რიგში შევქმენი GPT. GPT ეს არის წინასწარ გაწერილი ინსტრუქციებით, რაღაც ჩატის მაგვარი სივრცე, მარტივად რო ვთქვათ, რომელსაც წინასწარ აუტვირთე ჩემი ანალიზები, ჩემი რჩევები, სურვილები, წონა, სიმაღლე, ჩემი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია, რეალურად ანალიზები თავისი PDF ფაილებით, რომ ამოეკითხა ეს ყველაფერი. და თუ რამე მჭირდება ჯანმრთელობის კვების მიმართულებით, აქ ვწერ ხოლმე superhuman დავარქვი და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიბრუნეს პასუხებს. მაგრამ ეხლა დავდექი სხვა ამოცანის წინაშე. სხვა ამოცანა იყო ის, რომ მინდოდა მე კი არ მიმეწერა ყოველდღიურად, არამედ მას მოეწერა ჩემთვის ყოველდღე რაღაც რჩევები, რა უნდა ვჭამო დღის განმავლობაში, ჩემი ძილი როგორ გამაუმჯობესო და ასე შემდეგ. ამისათვის ChatGPT-მ დაამატა ახალი ფუნქციონალი, რომელსაც ქვია task-ები. task-ები არის მარტივ პრინციპს ეფუძნება, ეს არის ფუნქციონალი, რომელიც ყოველ დღე დავალებას გვისრულებს. ანუ გამოდის რომ დავალება თუ და მივცე, ყოველ დიდას ეს ყველაფერი მომწეროს. ამისათვის დავალება რო სწორად მიმეცა, პირველად მივადექი superhuman-ს და ვეუბნები. მინდა გთხოვო რაღაც task-ი შექმნა, რომელიც დამეხმარება ამაში და ჩემი სიტყვებით გადმოვეცი, რა მინდა, რა ინტერესები მაქვს, რა სურვილები მაქვს და ასე შემდეგ. მან ისედაც იცოდა მანამდე ეს ანალიზები და რაღაცეები, მაგრამ ის რადგან რამოდენიმე თვის ამბავი არის, ახლა განახლებული რაღაცები დავამატე, ჩემი მიზანი, მიმდინარე წონა, შეიძლება და კიდევ უფრო მეტის დაწერა და ამ მეტის დაწერას ახლა ვფიქრდები, მერეც მოვახერხებ. თავარი რა არის, რომ ამას superhuman-ს დავაწერინე ინსტრუქცია. ჯერ ვუთხარი რომ კითხვები დამისვი მეთქი, იმიტომ რომ თუ კითხვებს დამისმევს, უფრო სრულფასოვან ინფორმაციას მიიღებს და მაინც და მაინც ჩემი სიტყვებით არ შემოიფარგლება. დამიწერა ასეთი რაღაცეები, თან მე ტიპი 1 დიაბეტი მჭირს, რაღაცებზე ყურადღება გაამახვილა და ეს ინფორმაცია რომ მომაწოდა კითხვების სახით, მე გავეცი პასუხები სათითაოდ. და შევახსენე რომ არ დაგავიწყდეს რომ შენ ინსტრუქციას ვწერ და არა დავალებას უბრალოდ ეჯერადად მისურვებ და გამომიგზავნა აი ასეთი ინსტრუქცია, სადაც გაწერილი არის ზუსტად იმ ფორმულირებით, იმ ენით, ეს პრომპტი, რომელიც დავალების მისაცემად გამომადგებოდა. მათ შორის შიგნით მაგალითიც არის მოცემული. ეხლა რა ვქენი? ავიღე ეს ტექსტი, რაც მომწერა, შემდგომ გავაკეთე ცალკე ჩატი, სადაც ავირჩიე აუცილებლად scheduled task-ი, ეს ახალი ფუნქციონალია და მხოლოდ ფასიან ვერსიაში არის ChatGPT-ის და ამას დაუკოპირე პირდაპირ ის ტექსტი. ის ტექსტი ასე ჩაუკოპირე და მიიღო დავალება. შედეგად, ყოველ დილით 8 საათზე გამომიგზავნის აი ასეთი ვიზუალით იმ რჩევებს, რა ვჭამო, როდის, რომელ საათზე, როგორ რანაირად, იმ მთელი მოცემულობის გათვალისწინებით, რაც მივაწოდე და ის გადამრჩენია, რომ უბრალოდ ამ ინსტრუქციას მივუყვე და თუ რამე კორექტირება მინდა, თუ რამე ცვლილების შეტანა მინდა, ყოველთვის შემიძლია. თუ შენთვისაც საინტერესოა მსგავსი რჩევები, პრაქტიკული, რასაც რეალურად ყოველდღიურობაში გამოიყენებ, დამიწერე კომენტარებში, რა რუტინა გაქვს ისეთი, რომლის გაციფრულება, გაავტომატიზება გინდა და დავწერ ავტომატიზებას, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში შეძდა გეხმარება და სხვებსაც გაუზიარებთ. გამოიწერე ჩემი არხი.